გამარჯობა. ეს მე ვარ 15 წლის წინ. პირველად გადავლახე ქვეყნის საზღვარი და მოვხვდით ჯადოსნურ ქალაქში, სახელად პრაღა. ეს ის პერიოდია, ჯერ კიდევ ვიზის ასაღებად რომ ვიდექით რიგში და ველოდით მოგცემდნენ თუ არა ვიზებს, მაგრამ მე მომცეს და 2011 წელს პირველად ვიმოგზაურე პრაღაში. 15 წელი გავიდა მას მერე, რაც პირველად ვიმოგზაურე ამ ქალაქში, ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთ. ეს სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, არქიტექტურა მომაჯადოვა საოცარმა კოშკებმა და სასახლეებმა, თუ ეს უბრალოდ პირველი ქვეყანა იყო, სადაც მოვხვდი და იმიტომ შემიყვარდა ეს განსაკუთრებულად. დღეს პრაღა ისეთივე შინაურია ჩემთვის, როგორც თბილისი, ვიცი, ყველა ქუჩა, ყველა რესტორანი, ყველა კაფე, ყველა მუზეუმი და ასე შემდეგ, მაგრამ თავიდან ესე არ იყო, მეც მოვტყუდი, მეც დავჯარიმდი, მეც გავები ტურისტულ მახეებში, მაგრამ რომ არა ეს გამოცდილება დღეს არ მეცოდინებოდა ის, რაც ვიცი და რასაც გიზიარებთ. როგორც უკვე მიხვდებოდით, ჩემს გვერდზე ყველაფერი არის პრაღის შესახებ და კიდევ უფრო მეტ საინტერესო ვიდეოებს დავდებ, ასე რომ თუ გაინტერესებს მოგზაურობა და კონკრეტულად პრაღაში მოგზაურობა, მაშინ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, აქ ბევრ საინტერესოს და გამოსადეგ ამბავს ნახავთ. მოგიყვებით ჩემს შეცდომებზე, ჩემს თავგადასავლებზე, როგორ შემეშალა, როგორ დავიკარგე, როგორ მოვძებნე გზა და როგორ აღმოაჩინე ზოგადად ეს ლამაზი ქალაქი. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ერთად ვიმოგზაუროთ ჯადოსნურ პრაღაში, გაჩვენებთ არა როგორც ტურისტის თვალით დანახულს, არამედ ჩემი როგორც უკვე თითქმის ადგილობრივის თვალით დანახულ ულამაზეს პრაღას. ასე რომ გამოიწერეთ და აჭირეთ აქ ხელი.